ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა, ზომიერად მძიმე და ნოტიო. მიქსერის ჯამში მოვათავსოთ კვერცხი, შაქარი და მარილი. ვთქვიფავთ ნელი სიჩქარით. პარალელურად ვამზადებთ საფუარიან მასას. ფქვილი, შაქარი და საფუარი გავაერთიანოთ, დავუმატოთ თბილი რძე და არა ცხელი, მოურიოთ და დაველოდოთ გააქტიურებას. დამდნარ ცხიმს დავუმატოთ თბილი რძე და ჩავასხათ გათქვეფილ კვერცხიან მასაში. როგორც რძე, ასევე ცხიმი არ უნდა იყოს ცხელი, უნდა იყოს ნელთბილი. ვანილს ვამატებ ბოლოს, რომ გათქვების დროს არ დაკარგოს არომატი. გათქვეფილი მასა ჩავასხათ მოზრდილ თასში, შევურიოთ გააქტიურებული საფუარიანი მასა, ფქვილი და მოვზილოთ 15 წუთის განმავლობაში. საფუარიანი მასა აუცილებლად უნდა იყოს გააქტიურებული. ცომი უნდა მოვზილოთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. კარგად მოზელილ ცომს მოვასხათ თბილი ზეთი და ისევ გადავზილოთ. შევფუთოთ თბილად, დაველოდოთ ცომის ამოსვლას. უმჯობესია მოვზილოთ ღამის 11 საათზე, რომ დილის 7 საათზე იყოს ამოსული. ლიმონის ცედრა, ჯავზი, ილი, კონიაკი და ლიმონის წვენი გავაერთიანოთ. გარეცხილ და ნახევრად მშრალ ქიშმიშს შევურიოთ ფქვილი. გავიდა 7 საათი და ჩვენი ღუნღულა ცომი ამოვიდა. ამოსულ ცომს დავუმატოთ ჩვენი არომატული სანელებლები, კარგად გადავზილოთ და შევურიოთ ქიშმიში. ქიშმიში უნდა განაწილდეს ცომში თანაბრად. ისევ დავდგათ თბილად გილას 4 საათით ასაფუებლად. ამოსული ცომი გადავიტანოთ ფორმებში და ძალიან თბილ ადგილას დავდგათ, რომ კიდევ ამოვიდეს. ფორმებში უნდა ამოვიდეს აუცილებლად. ზემოდან შეგიძლიათ წაუსვათ კვერცხის და რძის ნაზავი, შეგიძლიათ მაგის გარეშეც გამოაცხოთ. ჩემს ღუმელში წვება 160 გრადუსზე ზედა და ქვედა წვით კონვექციით მზაობამდე. გაგრილებული პასკები მორთეთ ისე, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ძალიან გადაპრანჭული პასკები მე არ მომწონს, ამიტომ მოვრთავ მხოლოდ 2 ცალს სიმბოლურად, დამდნარი თეთრი შოკოლადით, შოკოლადის კვერცხებით, ჩემი გაკეთებული მარციპანის ყვავილებით და შაქრის ფანტელით. ამ რეცეპტით წვება საოცრად გემრიელი და არომატული პასკა. ბედნიერ აღდგომას გისურვებთ ყველას.